ყველას რომ შეიძინოს ავტომობილი და იმუშაოს ჩვეულებრივად, ხო? ეს კომუნისტებმა მოაგვარეს 40 წლის უკან. მოგვარებული იყო 40 წლის უკან იყო ტაქსის ატეკები და მუშაობდნენ. ახლა ტაქსის ატეკები ბიჭებმა შექმნეს, რაღაცა პატარა პურის ფულს შეულობენ და გეუბნებიან რომ იცი რა ახლა მოდი და მაინც და მაინც ის მანქანა იყიდე. იმისგან იყიდე და 30 და 35% უნდა იხადო. ეზო შენთვის იმუშაოს ამგასმა ესე არ გამოვა. აქედან გამომდინარე ახლა ჩვენ რა გვინდა? ჩვენ ყველა მისის ტაქსი მძღოლმა რომ საუკეთესო მანქანები გვყავს და რაც შესაძლებელია ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ დაბალ ფასში რომ მივცეთ, მაგრამ ჩვენ არც ბანკი ვართ და არც სახელმწიფო ვართ, ხო? და ეს კიდე ეს ბანკები, რომელმაც რეალურად უნდა მისცეს დაბალ ფასში, არ აძლევენ და ახლა ყველა მისის მიზეზი რაც არის და ვინც არის და როგორ ხდება და როგორ არის. ახლა ჩვენ გიორგი, ეს არის ეს ავტომობილი, რომელსაც ჩვენ ძირითადად ვყიდით, ხო? და რომელიც დღეს საქართველოში, აზერბაიჯანში, სასონხეთში და თვითონ ჩინეთში არის ყველაზე კარგი ბრენდი აი ამ საქმისთვის, ტაქსისთვის, ხო? გადის 610 კილომეტრს და უფრო დაბლა ჩამოდის კიდე 610-იანი მყავს, 500-იანი მყავს, 450-იანი მყავს და ასე შემდეგ. ვინაიდან იმდენად დიდი მოთხოვნა ვერ შემოყავს ეს რაოდენობა და კი არ ჩავანაცვლეთ კიდევ დაგვემატა სხვა ავტომობილები, რომლებიც შეიძლება ტაქსისთვის გამოიყენოთ. აი უყურეთ, აი ეს არის საუკეთესო. ეს არის ნომერ პირველი დღეს ტაქსისთვის. ავტომობილი, რომელიც არ ფუშტება, ხო ესე ახლა? რომელზეც თქვენ მუშაობთ ამაზე, თქვენ ყიდით, თქვენ რა ვიცი, ყველაფერს თქვენ მუშაობთ. რიგები ყავს ამ მანქანებზე. და მანქანა ჯერ არ გაფუჭებულა. ახლა უყურეთ. აი ეს ავტომობილი, მე ხო დავდივარ დღე და ღამე. მე არ ვიცი, მე ამ ავტომობილმა მაგრამ მასიამონა. მოდი, თავარი, ჯერ გადავიდეთ ახლა ეს ორი მანქანა დგას აქ. საუკეთესო, ძალიან ცოტა რაოდენობა დარჩენილი, ძალიან ცოტა, ალბათ 5 თუ 6 თუ 7 მანქანა და არ ყავს. ყავს დიდი რაოდენობით, თუ ვინმე სჭირდება ბანკებს, თუ რა ქვია, კაზინოს, თუ სასტუმროებს, შავი ფერი მყავს ნებისმიერი რაოდენობად. ახლა დათო, მოიწიე გიო, ეს არის ანი რომელ წლიანია? 26 წლიანი 2026 წლის ავტომობილია ხონჩი EQM5 პლუსი, რომელიც უკვე რესტაილინგის ამის ახალი მოდელია. კი, ამ